გამარჯობათ, ჩემო გამომწერებო და არხის სტუმრებო. პირველ რიგში უღრმესი მადლობა თქვენი კომენტარებისთვის, კომპლიმენტებისთვის და გამოწერისთვის. ეს არის ვიდეო თქვენს მიერ ყველაზე მოთხოვნადი სიყვარულის თემა, რა თქმა უნდა. რისი თქმა სურს და ვერ ან არ გეუბნებათ თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი. წარმოიდგინეთ თქვენი ადამიანი ვიზუალურად, თქვით მისი სახელი გულში. ნიშნულობა არ აქვს, როდის ნახავთ ამ ვიდეოს და როდის, ასე ვთქვათ, როდის მაქვს მე ჩაწერილი თარიღს, ნიშნულობა არ აქვს. ნებისმიერ დროს, როდესაც თქვენ ალგორითმი ამ ვიდეოს ამოგეგდებთ, YouTube-ზე იქნება თუ TikTok-ზე, არ აქვს მნიშვნელობა, იმ მომენტიდან იგულისხმეთ. მაშასე, ვინ ხართ თქვენ, რათა მოიცნოთ თქვენი თავი, რეზონირებს თუ არა თქვენთან ეს კონკრეტული გაშლა. და ვინ არის თქვენი ადამიანი, ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ. თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც გაქვთ ცხოვრებაში მიღწევები, რომელიც ხართ სათანადო სიმაღლეებზე ცხოვრებაში, ესე იგი მოწესრიგებული გაქვთ ოჯახური საკითხები, ფინანსური, გარეგნობა გაქვთ დახვეწილი, ჩაცმულობა დახვეწილი, ზრუნავთ, უბრალოდ ესე მინდოდა მეთქვა, რომ ზრუნავთ თქვენს გარეგნობაზე, თქვენს იმიჯზე, თქვენს სტატუსზე, ასევე საზოგადოებაში. თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი ახლა განიცდის დეპრესიას, უდიდეს ტკივილს, კრიზისს. დიახ, განვაგრძოთ, მომიწია დაპაუზება. როდის გიხდით? თქვენი ადამიანი ამ მომენტში რაღაც განცდებშია, შესაძლებელია რამე ცხოვრებაში ისეთი პერიოდი უდგას, რომ თვითონ განიცდის. ნახოთ თქვენს ადამიანს, ვინც ჩაიფიქრეთ და თუ კი ამოიცანით ამ აღწერილობით, ასე ვთქვათ, რისი თქმა სურს კონკრეტულად თქვენთვის და არ ან ვერ გეუბნებათ. მას სურს თქმა თქვენთვის იმისი, რომ მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ბარიერი არსებობს თქვენს ურთიერთობას შორის, მიუხედავად ამისა, თქვენ ხართ მისი, ეცეთ როგორ, თქვენი მეშვეობით ის ცხოვრებაში არსებობს, თითქოს გზას იკვლევს და თქვენ ხართ ის რაღაც ის მომენტი მის ცხოვრებაში, რომლის მეშვეობითაც ის აგრძელებს გზას. აი თქვენ უნათებთ მას ცხოვრებას, თქვენ ასევე ახდენთ მასზე ისეთ გავლენას, რომ ის ადვილად ბალანსდება, ადვილად, თქვათ, თუ ტრანსფორმაციის პერიოდი აქვს და რაღაც მართლაც ხდება მის ცხოვრებაში, რაც მას უჭირს, თქვენი დახმარებით, თქვენი მეშვეობით, თუნდაც ამ მომენტში არ იყოთ მის გვერდით, მაინც ის ახერხებს რეაბილიტაციას თითქოს, ну მეტაფორულად რო ვთქვათ, გადატანითი მნიშვნელობით ახერხებს და საკუთარი თავი აღყავს ხელში და თქვენ ხართ მისი ადამიანი, თქვენ ხართ მისი საკუთრება, თქვენ ხართ მისი ფარველი ანგელოზი. შეიძლება ასე ითქვას, რაც საკვირველია მეტაფორულად და გადატანითი მნიშვნელობით. თქვენ ხართ ის, რომლის მეშვეობითაც ეს ადამიანი მიიწევს წინ ცხოვრებაში და ასე ვთქვათ, რამდენჯერაც არ უნდა წაიქცეს, წამოდგება, დადგება ფეხზე და განაგრძობს სვლას. ასე აი ამისი თქმა სურს. თქვენთვის აი ძალიან ინატრებით, ძვირფასებით თავისით ამოტრიალდა ეს კარტი.
ძალიან ინატრებით და მართლაც სურს, რომ ეს ყველაფერი მან გითხრათ. სურს, რომ გაგეხმოვანოთ. რომ უჭირს, რატომღაც ესეთი კარტები არის, რომ რაღაც თითქოს გადაღლილია ზედმეტად ადამიანი. თქვენ თითქოს შორს ხართ მისგან, არ ხართ ახლოს. ძალიან სურხართ. სურს თქვენ შეგეხოთ. სურს რომ იყოს თქვენს გვერდით. თქვენთან ერთჯერ ქვეშ. ძალიან ვფიქრობ თქვენზე ესეთი არკანები ამოდის, რომ დამოკიდებულია, შეპყრობილია თქვენით. შეიძლება ითქვას. მართლაც შეხედეთ. უბრალოდ ვერ გაშვენებთ რა წყობა დაეწყო, როგორი კარტებია. არ ვიცი. სიტყვები არ ყოფნის. იმ შემთხვევაში თუ მამაკაცი ჩაიფიქრეთ. იმ შემთხვევაში თუ ეს მამაკაცია, ვის ფიქრებსაც მე ეხა ცდილობ, რომ დავინახო, ძალიან სურხართ. ძალიან სურს მას თქვენთან ყოფნა და თქვენ ხართ მისი ასე ვთქვათ შთაგონებაც, ენერგიის წყაროც. და აი როგორც დავუშვათ ღვინო ან რამე ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელი ადამიანს ათრობს. დავუშვათ ერთი ჭიქა დალია ადამიანმა, მოვიდა კარხასიძე, მეორე ჭიქა, მესამე ჭიქა, ოღონდ არ თulis რომ მას სურს გონების დაკარგვამდე დალივა და ასე ვთქვათ დათრობა. უბრალოდ რაღაც დალია ერთი ჭიქა, ორი, სამი და ნელა ეს ადამიანი ისე შეყვა, რომ აი მთლიანად შეიძლება ითქვას, რომ დაკარგა გონება. აი რაღაც ასეთი აღწერილობა არის, ასეთი რაიმეს თქმა სურს მას თქვენთვის, რომ თქვენ ასეთ ეფექტს ახდენთ მასზე და ასეთ გავლენას. მას არც კი სურს, რომ ესე ზემოქმედებდეთ თქვენ. ან შესაძლებელია ის თulis, რომ თქვენ რაღაც ზებუნებრივი უნარები გაქვთ, ან ვინმეს მიმართეთ, ვისაც აქვს ესეთი უნარები და ხომარ იმოქმედეთ მასზე ასე. აი რაღაც ესეთი აზრებიც შესაძლებელია მას გქონდეს. კარგით, რისი თქმა სურს კიდევ ამ ადამიანს თქვენთვის და ეჭვიანობს ვერფასებო და არ გეუბნებათ ან ვერ გეუბნებათ, ასეთი რისი თქმა სურს. მე გული აქვს ნატკენი, რაღაც იმედი აქვს გაცრუებული, მაგრამ მაინც ის აპირებს, რომ გარისკოს, რისკზე წავიდეს. და სცადოს და ასე ვთქვათ, ან კონკურენტები დაამარცხოს, რომლებიც მისი აზრით არსებობენ, ან მას თუ ყავს გარშემო ისეთი ხალხი, ვინც მას აფერხებს. ეს შეიძლება იყოს ნათესავები, მეგობრები, ოჯახი, ვიღაც ძალიან მისი ახლო წრე. ფიქრობს, რომ იმ ხალხსაც კი, ასე ვთქვათ, ყურს არ ათხოვებს, არ დაუჯერებს, ოღონდ, ასე ვთქვათ, მოვიდეს თქვენთან და მოვიდეს როგორც გამარჯვებული. რაღაც გზა სურს მას თქვენთან, აუცილებლად, ოღონდ არ იცის, უпростоრად დარწმუნებულია, რომ თქვენ ეს ამ მომენტში ან არ გჯერათ, ან არ ღებულობთ ამას სერიოზულად, ასე ვთქვათ. ის მაინც მოვა და ასე ვთქვათ, ყველა ღონეს მიმართავს იმისათვის, რომ დაიმსახუროს თქვენი ყურადღება, თქვენს გვერდით ყოფნა. მოგესურვებთ ყველაფერ საუკეთესოს. შევხვდებით მომდევნო ვიდეოებში. პირადი ტარო კონსულტაციისთვის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოვმართოთ.